მოგესალმებით. აი ეს ბიოლოგები წარმოგიდგენ ცხოველთა მოყვარულთათვის საინტერესო თემას, როგორ გავაკეთოთ აკვარიუმი ჭაობის კუსთვის. ამ ვიდეოში თქვენ ისწავლით ჭაობის კუს მოვლის პირობებს. საჭირო მასალა: აკვარიუმი, კენჭები, წყალი, წყალმცენარეები, წყლის ფილტრი და ულტრაიისფერი ნათურა. თავდაპირველად აკვარიუმში ვყრით კენჭებს. გაითვალისწინეთ, რომ კენჭები და წყალმცენარეები უნდა იყოს კარგად გარეცხილი, რადგან მათზე მოთავსებულმა სოკომ ან რაიმე ბაქტერიამ არ გამოიწვიოს კუს ავადმყოფობა. კენჭებს ვანაწილებთ აკვარიუმის ზედაპირზე, ხოლო ერთ კუთხეში ვაწყობ შედარებით დიდ კენჭებს. ასევე აუცილებელია აკვარიუმში იყოს ამაღლებული ნაწილი, სადაც კუს შეიძლება ხმელეთზე ასვლა. წყლის კუ უნდა ყავდეს აკვარიუმში, სადაც აკვარიუმის 2/3 ნაწილი იქნება წყლით დაფარული, ხოლო 1/3 ნაწილი იქნება ხმელეთი. წყალი ტერარიუმში, ისევე როგორც გრუნტი ტერარიუმში, არ უნდა დარჩეს დიდი ხნით ჭუჭყიანი. აუცილებელია აკვარიუმის კედელზე მოვათავსოთ წყლის ფილტრი. ასევე მოვათავსოთ სუფთა წყალმცენარეები აკვარიუმში. ტემპერატურა მრავალი წყლის სახეობისთვის დაახლოებით 31-33 ცელსიუსია ხმელეთზე. ამიტომ აუცილებელია აკვარიუმზე დავამაგროთ ულტრაიისფერი ნათურა და 40-60 ვატიანი ნათურა. აკვარიუმის მოწყობის შემდეგ აუცილებელია, რომ ერთი დღის შემდეგ მოვათავსოთ კუ აკვარიუმში, რადგან წყალმცენარეებმა შეძლოს აკვარიუმში გამაგრება. კუს მოვლის აუცილებელი პირობები. არ შეიძლება ახალი კუს შესმა ძველ კუსთან წინასწარი კარანტინის გარეშე. ავადმყოფობის სიმპტომების დაწყებისთანავე ან საჭმელისგან დიდი ხნის უარის შემთხვევაში მიაკითხეთ ვეტერინარს. თუ ერთ აკვარიუმში, ტერარიუმში მცხოვრები კუები ერთმანეთში ჩხუბობენ ან აგრესიულები არიან, საჭიროა მათი განცალკევება. მოარიდეთ კუს სხვა შინაურ ცხოველებს. ზრდასრული კუ უნდა იღებდეს ბალანსირებულ მრავალფეროვან საკვებს, რომელიც მოცემულ სახეობას შეეფერება.